გამარჯობა მეგობრებო, ახალ ეპიზოდით დაგიბრუნდით. ჩემ ძმასთან, ვლადიმერთან ერთად და ვერიკოსთან ერთად. გამარჯობა, მომიწევს ისე უყურიდან სისხლის დენა, ალბათ. აი. ის არ მომიჭრეს წინაზე. ხო. აი ეს სიტყვები ამომჭერდეთ, მაგრამ მიხარება რა მომჭერ. უასტრო. კაი. ესა ხო, დავიდა. ვიწყებთ ისევ N-hypen-ით, რომელიც კონკრეტულად შენთვის არ ურჩევთ, თუმცა დაგიწერეს, რომ იქნებ შეაფასოთო. ხალხი მე კომენტარები ნახე. მოწიე მიკროფონი. კომენტარები ვნახე და იქ ხალხი მიხვდა მე როგორი გემონების მუსიკები მოწონს დაახლოებით და გამომდინარე მაქედან რჩევებიც მოგცეს, ხო? და მაგათ მე მომუსმინე უკვე. ხო, შენ ნარჩევი სიმღერებს სხვათა შორის ვერ მოსმინე. გაგძარცვეს. ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, აი ესე იქცევა, კრისტინე. რომ მე რაც მირჩიეთ, სხვასაც მენინებს და მე მიჩალიჩებს. ყველანაირად რომ ოიდან სისხლით დავმევიდე. მე ამას არ შევეგუები. არა, ვცდილობ. მის ჯინაზე ძალიჩე ვიყვარებ. ოღონდ არა ქეიფობს რამე სხვას. ნუ ხარ ბოროტი. კაი, დავიწყოთ ახლა. ნუ ეს სიმღერა შენ შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ ნახოთ, როგორ შეაფასო. N-hypen-ის Bite Me. Bite Me საინტერესო. ბავშვები უყურებენ, ხო? კი, სხვათა შორის. როგორი კლიპია. კაია. კუბოები, არა მართლა მომეწონა. It's you and me in this war. 내게로 다시 와 time me. 날 구원할 거라면 რაღაცა სიმღერას მაგონებს. მუსიკა არის რაღაც ევროპული სიმღერა. აი მე რაღაცას მაგრამავს. Oh my God, I know you save me. Come here we get some. Oh, I'm going on my day. oh, sexy. Just come over and like Ai, ბავშვები უყურებენ. 널 참이 할 사이게. 그대는 숙명. Just come over and bite me. It's you and me in this world. Oh my God, ბიჭო, რაღაცას მაგრად გავს. you save me. იცივე რო? არა მოეწონა. Bite me. Just come over and bite me. It's you and this world. 내게로 다시 와 time me. 날 구원할 거라면 just come kiss me and bite me. მე აშუაშა ამას ბავშვები უსმენენ და მე ვარ კიდე ოჯახი რაღაცა. Just come kiss me and bite me. ის მე რა იყო? მოგეწონა? 10-დან? 10-დან? რა ვიკლიპი მომეწონა, ის მომეწონა, ბითიც არ მომეწონა, ტექსტიც მომეწონა. просто ბიჭო მე რა გოგოები რატო არ შეხვდა არც ერთხელ რა უბედურება გელოდება, აი წინ გელოდება. გოგოსავით ლამაზები არიან და ვერც ვიძახი ვერაფერს რაღაცა ეგონება. სოლო არაფერი გიგონა. ხო და კარგი არის. 10-დან 7. ვაუ. სხვათა შორის უფრო დაბაცმარები შენგან. არა, კარგი ბითი იყო მომეწონა. კარგი ბითი იყო მომეწონა. აი შევიჩვიე უკვე და გადმოვდივარ. აბერო შენ? მეც ეგრე დავუწევდი 10-დან. ჩემი სიყვარულს დღესაც ხო ჩამერთაო. სიელი? კი, აღარ ახალს მოეშთი. რაც გინდა ის ჩემი თემაა. სიელი მოგეწონა? სიელი ჩემი და ქალი. აი სა, ბერო, აი
Enhypen სიმღერით დავიწყეთ წინა ეპიზოდით და ის სიმღერა მოგიწევთ? ის. ამაზე არა, კაიო. ჰაიპენი. აი პირველი რის რაც არა, მოეთეს. ეს ჯობია. იმასაც 7 დავწერე და ამას. არა, ეს ჯობია. ჩემ ჯგუფს საყვარელი ჯგუფს რა ქვია? Stray Kids. ხო, მაგრები არიან ეგენი, ძალიან მაგრები. Просто K-pop-ის ფანი ყოფილიყარ. რა სიძახი. მაგრამ გამიკვირდა სხვათა შორის ნახე იმ დღეს YouTube-ზე და არას რაღაცა მილიონი ნახვები გაქვთ მარტო და. ხო, ბევრი ნახვები არ აქვთ, მაგრამ საკმაოდ ცნობილები არიან მაინც. ხომ არ საინტერესო და ეს მე-12 ადგილზეა გასული. ეს არხების ის რო ზემოთ რო ლოგოები იმას თulis რომ რაღაც ადგილზე გასული. ჰულიგანი ქვია. აჰა. ესენი არც მე არ მაქვს ნანახი ეს ვიდეო. ეს BTS არის რაც მირჩიეს, ჰულიგანი რაც მირჩიეს. ეს სუიმი რო იყო. იმის ალბომიდან იმ არის. ალბომში არისო, ხო, ნახე, წავიკითხე. Watch this beat going hooligan. We pop out, we acting a fool again. Hooligan. Watch this beat going hooligan. ამაგრა არ უხდებათ განგსტერობა просто. აქედან რო ესენი მოდიან და იქედან რო Tupac-ი, B.I.G, Snoopy და Dr. Dre და კამანდა რო მოდიან. ესენი რო იძახა ჰულიგანები ვარ. Somebody move, gotta move your hand do. I can never ever choose. Everyone you amuse. Crowd looking like a can. ამათ ხო იცი რა არის? Watch this. K-side. We pop out. უყურე რა. Watch this beat going hooligan. Кошмარი. მაპატიეთ. არა საშინელება. Hooligan like hooligan. Daddy push like hooligan. She gon' dance to make it to monthly. It's on motion. არა, ეს არის რუსული სიმღერა რა ძველი, იცი, ია ხულიგანი. ეგ არის. არა, მეტროთი დავდივარ როგორც ჩვეულებრივი ადამიანებიო, ზუსტად ეგრე არის. Watch this beat going hooligan. Yo. We the mess gonna get a bigger mob here. This a cake gotta get a better pop here. You gon' hear this one playing round the clock, yeah. Round the clock. Why this beat sounds like it's a აი ეს მისამღერი მაპატია, მაგრამ ხო, აი აი ვაიბში შეგიყვანს რაღაც მომენტში. აი რო უნდა გასწხოს თითქოს. რაღაც ბიცი რაღაც რეჟიტატივი და აი ხო, მეც მაგას ვფიქრობ. აი ეს მომენტი watch this კაია რა. კი, ოღონდ მარტო მთელი სიმღერა შეიგარება. ხო, და ანუ აი ეს რაღაცაი ძალიან აბსურდული. ხო, ანუ კაი რა აქ იცი? აი ეგ რაღაც watch this რო იძახის რა. ისეთი რაღაცა არის, აი ისეთი მოკლე რაღაცაა ადამიანს აგეკვიატება, ოღონდ მარტო ეგ მონაკვეთი რა. ხო, აი ნახე იტრენდება. რა მომენტიც არის დატრენდული? აი მომენტი ანუ აქამდეც გამიგია. ხო, ეგ აქ კარგი ამის ჩემი აზრით, რა ვიხავ, ვითის ფანებს დიდი ალბათობით მოსწონს ეს ხარა და ვისაც მსგავს გეუბნება, ვიღაცას მოეწონება, მაგრამ ჩემთვის არა. ვერო. მართალია. ძალიან კარგი. 10-დან 3? 10-დან 3 შეეც? მე იმ სიმღერებსაც ვითვალისწინებ, რომელიც აქამდე მოვუსმინე. და შესაბამისად 10-დან 3 ხო. მე უფრო კრიტიკული ვიქნები და 10-დან 1. God. იმიტომ რომ აი ძალიან არ მომეწონა. ანუ ნახე, შენ გამოხატაო რა. ნახე, შენ გამოხატაო მაგ იმას, რომ ანუ რაღაცა ისე შედეგზე მე ამოფასე. მოგიწევ შენ რომ შეგეხოსო. უბრალოდ არ მომეწონა. საერთოდ არ ხდებოდა მის სამღერი და ეს watch this, ეგ
ანუ თითქოს ორი განსხვავებული სიმღერა იყო, რომელიც საერთოდ სხვადასხვა სტილში იჭდებოდა და რა, მე არ მომწონა. ჩავერთოთ Jenny's Way Up. Coachella სოლო მომღერალია? Blackpink-ის წევრია Jenny და სოლო სიმღერების ალბომი და Coachella-ს პერფორმანსიდან არის ეს. ბოდიში ვისი პერფორმანსიდან? Coachella ვინ არის? ჯის, ეს ამოჭერით. ეს არის, რა ქვია, ფესტივალი არის ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია რა. აი Justin Bieber-ის და ანუ ძალიან მაღალი დონის ფესტივალია. ანუ ცნობილი პოპ-ვარსკვლავები არის. 2012 წელს თუ რაღაცა Snoop Dogg-ს 50 Cent და ვიღაცებს აქვს ხო გახსნილი Coachella headliner. ანუ ეგეთი კი არ რაღაცა ხსნიან, მე მარტო ხუთი stage-ია, კი half არ. time show ვიცი? ეგ ხსნიან იმას, რა ქვია, ხარ ხსნიან შესვენებაზე. ხო. ეგ ესე არა, ფესტივალი არის 3 დღით მიდიან, პარასკევი შაბათი კვირა ტარდება და არის 5 stage-ი. Main stage-ი, სადაც ეს ყველაზე ცნობილი მომღერლები არიან, headliner-ები, ანუ ვისაც მიყავთ, ანუ ვის გამოც უმეტესად მიდიან ამ ფესტივალზე და არის 5 სხვა stage-ი. არა. და არის 5 სხვა 4 ჩემს ტელეფონზე და ჩემს კუდზე რაცა წერია, ეგ რომ მომაწოდე. BT2 gets not Jennifer Lawrence's Jenny in the Block რო არის სიმღერა. ბოდიში ვისი? Jennifer Lawrence պետք է Jennifer რა ქვია? J-Lo's Lawrence-ი კაცო ის არა შემიძლია თამაში. ხო, ეგ არის ეგ. ხო და J-Lo's Jenny in the Block რო არის. თუეთი ბლოკ თუ რაღაც. მაგ სიმღერის მუსიკის სემპლი აქვს, ხო, ცოტა გადაკეთებული რა. და ნახე სიმღერასაც Jenny ხო ქვია იმ სიმღერას J-Lo's და with I ქვია ამას, Jenny ქვია ამ გოგოს რა. ხო და ანუ ყველა სახვედროს რო ანუ არ ვაპატენტებ. ფული მაგ ვაგეთებ. ფული მაგ გადახდები. მე და მე კარგა ჩვენი მთავარი კეთილი. შეგეძლო. ცუდი კუთხით არის გადაღებული, უბრალოდ ვიდეო არ აქვს ცუდი რა. კუთხით კი არა, მხოლოდ ოპერატორი დადგა. ვიდეო არ აქვს პროფა სიმღერას რა. ხო, ლაივია, ხო? ხო, ეს ხო. ჩაწერილი ვერსია ძალიან კაი სიმღერა უნდა იყოს წესით არის. ხო, ანუ ეს ძალიან დიდი პის არის რა, 25-იანი პერფორმანსი ქონდათ ახლა ყველაფერს ვერ მღერის. მით უმეტეს ეს ძალიან დატვირთული სიმღერა. კლიპი არ არის, ხო? ამისი არ არსებობს. არ არის. თუ გინდა ტექსტის იმას ჩაგირთავ ოფიციალურს. არა, არ მინდა, მაგრამ ანუ ის არის, კარგი იქნება, კარგი სიმღერაა რა. არა, თუ გინდა იმას ჩაგირთავ თქვენ. მოსასმენად თუ ცოტა ისეთია რა. პერფორმანსი არა ყოველთვის კარგი მოსასმენად. ლექსენი და თიკო სიმღერას გავს. საძრობ ხოლმე. თიკოც ესეთი შორტი დგებოდა. კარგი სიმღერა იყო. ლაივზე რო ყოფილიყავი გამისწორდებოდა. ვაი, რო შენ რას სიტყვე? აციდან 7. მოგიწონა ანუ სიმღერა. კი, კაი. არასწორად ვაფასებთ ამას. ანუ
ეს არის ლაივი. ხო, ეს ლაივიდან ძნელია. აი ეს რომ რამე თან კლიპი ან ყოფილიყო. ჩვეულებრივი ლავი არ არის, სამწუთიანი ლავი ხო არ ეხა ეს ხო, ეს არ ეს რომ კლიპი ყოფილიყო, ბევრად მაღალი დონის სიმღერა იქნება, ბევრად. ლაივიდან გამომდინარე 200-ს დაუწე რა. მაგრამ ეს რომ კლიპი ყოფილიყო, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა. განუჩი აბა ვაცადოს ჯერ. ანუ რეპი არ არის, მაგრამ ხო, რეპი არ არის ალბათ. ვაიბია. მე რომ მეორე თვის ვესვას იმას. მე რას ვფიქრობ, იცი? სიმღერები რო კლიპების გარეშე შევაფასო, ანუ მე მგონი უფრო მომეწონება. იმიტომ რომ კლიპებში ეს აჭრელებული რო არის, ყველაფერი მღლის. აი, მე რო ვამბობ. რასაც მივხვდი კიდევ ერთი დავფიქრდი, ახლა მართლა ხუმრობის გარეშე ვფიქრობ, რატო ვერ მოვიდნენ ბოლომდე ჩემთან რა? იმიტომაც ვერ მოვიდნენ, რომ აიღო დასავლეთის ჯგუფები. მეგობრებო, რაღაც ხარვეზი მქონდა. ბოლოს იმას ვამბობდით, რომ მე ვამბობდი, რომ კლიპები ძალიან დატვირთულია და შეიძლება მაგიტომაც თქო, ვერ ვუსმენ მუსიკას და უფრო გამახვილებული მაქვს ყურადღება კლიპზე მეთქი რა. მაგძილად რეგულა ეს ყურება. რა ის გავაგრძელოთ, ანუ იდეაში წეგან ჩვენ ვუყურეთ ბოლომდე. მოდი შევაფასებ იდეაში ხა. გაგვიწყდა წამართვის წამყვანობა. ვიდეო გაგვიწყდა სამწუხაროდ, მაგრამ რეგულარს ვუყურეთ. და მოკლედ, ლადოს თქვი ხა რა უყურე? შეფასება მქონდა, რა მქონდა შეფასება? 10-დან 5 მქონდა, ხო, ანუ არ მომეწონა. მაინც ხო, ძალიან გაუკვირდა. ეროსაც შენს გაგიკვირდა, ხო? კი, იმიტომ რომ მე 10-დან 8 შევაფასე. ხო, და ძალიან გაუკვირდათ რა. იმიტომ რომ გადატვირთული იყო ჩემთვის რაღაც მონაკვეთები და ის იყო რომ ხო რა მისამღერები და ისევ და ისევ რა. ხო, ჩემი სტილი არ არის. და ამის მერე უნდა მოგვესმინა რას უზვენთ ახლა? Baby Monster's Psycho. ხო. ეს ალბომის B-side სიმღერა, ან ნაკლებთან ხარ. რომელიც რაც ნიშნავს? ნაკლებთან ხარ დახარჯული ამ სიმღერაზე და მე და ვერ რომ შევაფასეთ უკვე title სიმღერა, ასე რომ ხო, და ანუ ნაკლებთან ხარ დახარჯული კლიპზე. ბიუჯეტია ზოგადად ნაკლებთან. ხო, კარგი, ნახოთ აბა. ჯერჯერობით მე მომწონს, აი რა მომწონს იცი? გადატვირთული კლიპი არ არის. ეს ვიცი. მე რა მაინტერესებს, ბევრი არის ესეთი B-side-ი? სხვადასხვა B-side სიმღერები ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი სიმღერებია ხოლმე, უბრალოდ იმის გამო რომ კლიპები არ აქვს ამ სიმღერებს, იჩაგრება ხოლმე. ეს უბრალოდ ხა ეს ჯგუფი ახალი დადებუტებული, წარმატებულია, ბევრი ბიუჯეტი გამოუყო კომპანიამ და B-sides აქვს ესა კლიპი. მე ჩემთვის ფავორიტი B-side ხდება, მე მგონი, იმიტომ რომ გადატვირთული კლიპი არ არის და მარტივად გემრიელად უსმენ მუსიკას, რომელიც ბითიც ძალიან მომწონს და ტექსტიც. რეპით შეგიფასებ შეიძლება.
უმეუნებიან ხო, იდეაში ძალიან მომეწონა ესეთი, ანუ რა მომწონს იცი, არ მეხელონურება აქ არაფერი რა. ანუ ძალიან ყველაფერი კარგია. ტიპაჟები, ჩაცმულობა, მუსიკა, ყველაფერი ერთმანეთს უხდება. ბავშვები არიან იმედი. ძალიან კარგი. კარგი ბავშვები არის. ეს მაგარია. ეს მაგარია. აუ, ძალიან კარგი აწევდა აწევები, ძალიან ყველაფერი ძალიან კაი აქვს. პირველად ხედავ ესე ჯგუფს სიმღერა უხდებოდეს K-pop-ში. ბევრი ლაპარაკის გარეშე 10-დან 10-ია, ეს ჩემს ტელეფონში მოთავსდება. 10-დან 10 მართლა. სასწაულია. ყველაზე იდეალურად შეკრული კლიპით, სიმღერით, შესრულება, რა ვიცი, გინდა ცეკვის, გინდა სიმღერის, ანუ ჩაცმულობა, ყველაფერი თანხმედრაშია, იდეალურია. მე ჩავიზერ მოვუსმენ. ახალი სიმღერა არის, მოვუსმენ. ცოტა ხანში comeback იქნება. საიკო. ახალ სიმღერას დადები. საიკო. ხო, აი მეზიზღება K-pop-ში, რომ რაღაც სასახელები ერქმევა ზედმეტად comeback-ი და რაღაც ეს თუ ახალია, რაღაც comeback-ი აცად მეორე ტექსტით, მეორე სიმღერას ხომ უნდა დრო მომზადების. სერიალი ხო არა, უპერაში ერთხელ გამოვიდეს გას. 5 თვეში რაღაც comeback-ი, ანუ 5 თვის წინ მე ახალი კლიპს გადაღება უნდა, ტექსტ დაწერა უნდა, მომზადება, comeback-ი აღარ ქვია. საერთოდ Blackpink-ს ქონდა წელიწადში ერთხელ ეს comeback-ი. ხოდა comeback-ი არ ქვია მაგას. comeback-ია ახლა ლექსენი და აი ხა, ლექსენი რო ამღერდა ისევ რა. რამდენად კარგად გამოსდის ეგ სხვა საკითხია, მაგრამ რო ამღერდა, აი ეგ იყო comeback-ი. ოჩახ ჩემო მეუღლევ. რა მნიშვნელობა ეგრე ეძახიან ხო და Blackpink-ს რო წელიწადში ერთხელ დებდა ახლა ალბომებს ყველა ლანძღავდა და აკრიტიკებდა მაგის გამო რომ რა არის წელიწადში ერთხელ რატო დებთო მაგ სიმღერებს მეტი ხშირად ვარ შეგიძლია თო ესე იგი ეს წელიწადში K-pop სტანდარტია სტანდარტი ეს არის შემდეგი ეპიზოდიც შეგვიძლია არ არის პრობლემა ჯერ მე შევაფასე მომეწონებათ ძალიან გაუჭირდება ჩემი აზრით იგივენაირი პროდუქტის დადება სხვათა შორის ამ ჯგუფს ძალიან კარგი სიმღერები აქვს შეიძლება მოგეწონოს სხვა სიმღერებიც მე ვინმე ბიჭთან ერთად მოусმენ რომ აი ზურამ რომ მითხრა წეღან 16 წლის გოგო ხარო რო არ დამბრალდეს იქნებ იმასაც მოეწონოს თუ არ მოეწონება ესე იგი ყოფილ ვარ ზურა 1000 follower-ზე დაჭდება გამოჩდება კადრს მიღმა ხმა ხო კადრს Baby Monster-ის სიმღერა მოგეწონა Psycho Baby Monster-ის Psycho შემდგან 9 წინას რა დავწერე შენ რამდენად შეაფასებდი ისე მაგას შენ რა და რაღაცა ხო მე 10 დაუწერე მე პირველად რომ მოვუსმინე ამ სიმღერას ეგრე მეხუთე ჩემ პლეილისტში დაიდებდა მეც ეგრე მივხვდი და დაიდებს უეჭო ეგრე ჩამოვიდა ზიგოუაქსზე მეტად მომეწონა პირველად რომ მოვუსმინე მაგრამ სხვათა შორის K-pop სიმღერებს იქ შევიოთ რომ ანუ შეიძლება პირველ ნახვაზე იმდენად არ მოგეწონოს ანუ რაღაც პონჩი მოგეწონოს მაგრამ მეორე ნახვაზე უფრო მეტად მოგეწონოს ზურაც ეგრეა ზურა ჩემგან მოგეზრებული აქ იმას გამოსწორება მეგობრებო კადრს უკან როცა აქ სიმღერა ირთვება ხოლმე ზურა თან მღერის თან ცეკვავს და ანუ მაგიტო უთვლი რომ ანუ K-pop-ის მოცეკვავები ზუსტად ისე კარგად ვერცება ანუ მლაშია ჩემთვის და მირჩევნია ზურას უყურო როგორც ცეკვავს ხო 1000 subscribers ვაცეკვე
აი საიქოს მოწეკვე. აუ კი რა. მეგობრებო, ზოგადად რო იცოდეთ, პირველი 1000 subscriber-ი YouTube-ზე არის ყველაზე რთული. დანარჩენი ბევრად მარტივია, მაგის მერე სხვა ნებისმიერ ციფრს ეხსნა ვიდრე პირველი 1000 საგროვება. ჩემთვის K-pop-ი არის CL-ი რა და ამათ დონეზე უნდა ავიდეს უყველა რა. Excuse you. არ ვიცი. მეც ეგრე მეგონა, მაგრამ წინაზე რო ვკითხე ქრისტის არაო. მე ვნახე და 35-ის არის მგონი. ემენა დონია და ცეკვა, კლიპი, ტექსტი, შებერვა, ყველა მისია. და კარგად უბერავს და ჩემი რამდენიჯერ მომიწევს ჩაწერაზე მოსვლა, იმის ყველა დავამთავროთ CL-ით. ძველი ამბავია. სიმღერა არა აქ როგორც ვიცი. ხო და ნუ განა რამდენჯერ უნდა მოვიდე. რამდენჯერ უნდა მოვიდე. რომელიმე კლიპი თუ მართმევინებს CL-ზე ან სიმღერა AUGS. ეს გოგო მიმიკებით რასაც გადმოსცემს, იქ 5 ადამიანი ვერ გადმოსცემს იმდენს ცეკვით. მე CL-ს არ ვაფასებ, იცით თქვენ კარგად. CL-დან გამომდინარე ვიჯელობ სხვებზე რა. 10-დან აფასებ, შენ უბედავ CL-ს შეფასებას. მე მიქვია. 10-დან ცუდი არაფერი თქვა, დაგშორდებით. მე წინა სიმღერა უფრო მომეწონა საიქო, მაგრამ ეს არა, საიქო ძერს კი ეხლა მე CL-ის არც ერთ სიმღერას არ ვუსმენ ესე, მაგრამ ანუ მომწონს რა, კლიპ არ გავალ ოთახი პირიქით. გვერდზე რო ვიდგე, დავჯდები და ვუყურებ კლიპსაც და მოვუსმენ. მაგრამ 10 რამდენია? 8.5. მოკლედ. CL-ით დავასრულებ ისევ ჩვენი ვიდეო, იმიტომ რომ ლადო იყო ჩვენი სტუმარი და ვასრულებთ CL-ით. მომავალ შეხვედრამდე და მომავალ შეხვედრაზე არ ვიცი ვინმე ყოლება სტუმარი ასეთ რომ გავაკეთე. მარტივად გეტყვით, ისევ მე ვიქნებიაო. ვერო შენ რა სიტყოდი, როგორ შეფასებდი ჩვენს 2 ეპიზოდს საერთო ჯამში? კარგი იყო. კარგი მუსიკები იყო. კარგი იყო კარაქიანი პურიკი არ არის. გაშალე. რაღაცნაირი კარგი არჩეული და შერჩეული იყო, ასე რომ ძირითადად ქრისტემ ისინი არჩია, რომლებიც თქვენ დაკომენტარეთ და დაწერეთ, ასე რომ თუ გინდათ რომ თქვენს მიერ არჩეული მუსიკა მოხდეს ჩვენ ქრისტეს შემდეგ გადაცემაში დაკომენტარეთ და აუცილებლად მოხდება. ხო, არა ძალიან კარგი იყო ეს CL-ი არ ვიცი და ხვალ მოვუსმენ. ბევრ მუსიკას ამის გზაში შევასრულე. Baby Moon-ი ჩაიწერება ჩემთან. Moon-ი? Baby Monster-ი არ არის? ხო, მეთქე ყველა დავძახოთ ქრეში. Baby Monster-ი. მეგობრებო, ვეროს ეძინება ღამის 3 ნახევარია და ყველგან მთვარე ელანდება ნასაც. Baby bed. Sleep. ხო, კარგი Baby Monster-ი მოხდება ჩემთან. ისში. ძალიან კარგი იყო რა. ძალიან კარგი ეპიზოდი იყო და ლადურად შემოვიდა უფრო სასაცილოც გახდა. ჯოკერის თამაში მორჩა და შემოვიდა. აი წინა ეპიზოდში თუ ხმაური გესმოდათ, აი 4 კაცი იჯდა. 5 თამაშობდნენ ჯოკერს და არ გვაცდნენ ჩაწერას ვიდეოს. მოკლედ დასასრულს დაგემშვიდობებით ახლა ჩვენი მიკროფონი დაიჯდა, ტელეფონი დაგვიჯდა, ყველაფერი გაითიშა, იმიტომ რომ დიდი ხანია ვიღებთ. მეცხრე ბლოკი აფეთქდა. ხო და ერთი მე მერვე დვიძახი უკვე, მაგრამ კიდევ ვიტყვი.
K-pop-ის მსმენელებს მაინტერესებს რა სიმღერებს უსმენთ და დაწერეთ. K-pop-ის გარდა. ხო, K-pop-ის გარდა. და დაწერეთ კომენტარებში, მაგალითად კრისტი ბრიტნის სპირს უსმენთ. ხო. და მე მოკლედ. ხო, ნუ თქვი, ხო, კიდე დაგვიწერეთ კომენტარებში რას უსმენთ სხვას. და შემდეგ გადაცემაში როგორც პირი უჩანს ისე მე ვარ სტუმარი, როგორც ყოველთვის და ცოტა ხანში ქრისტის გავუშვებ და მე შემოვასებინებ უკვე შევს და უკვე ნელა მართმევს. ქრისტის მოვიყვან გადაცემაში სტუმრად და როგორც ექსპერტს. არა ვითომ ექსპერტს. მე თუ შევყევი ესე მე გავხდები მე ეს და შენ დილეტანტი. ხდები? ხო და რა ვიცი, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის გამოიწერეთ არხი, შენ არის ახი ხოლმე. და ჩემს აგერასაც გემშვიდობებად. გამოიწერეთ ეს არხიც TikTok-ზეც, Instagram-იც გაქვს, ხო? კი, ყველა Instagram-ზეც და YouTube-ზეც. და გამოიწერეთ Reaction-ით. თუ გაიგებთ რომ გამოიწერეთ და გასაბსქრაიბეთ და ფეხბურთის და არა მარტო ფეხბურთის მაისურები, ყველაზე cool მაისურები ფანზონად თორმეტი გამოიწერეთ. აი და გავიწყდეთ. მოგვიცით мотивация, რომ კიდევ ბევრი ვიდეო ცოტა რაღაცა იქნება დაწეროს მონეტიზაციამ, რომ ამათაც ესერი მიკროფონი იყიდოს. თიმოს